აფხაზეთის მეომართა კავშირმა ორგანიზაციის რიგით მე-12 რიგგარეშე კონფერენცია გამართა. ღონისძიებაზე, სადაც კავშირის თავმჯდომარე და გამგეობის წევრები აირჩიეს, სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. გიორგი ჯინჭარაძემ ვეტერანებისადმი მიმართვაში ისაუბრა მათ როლზე სამშობლოს ერთიანობის დაცვაში. ხაზი გაუსვა აფხაზეთის მთავრობის მზარდ მხარდაჭერას მათ მიმართ და მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო კიდევ ერთხელ მათი ღვაწლისთვის, მათი თავგანწირული შეუპოვარი შრომისთვის, მათ საკუთარი სიცოცხლე რისკისპასაც დააყენეს იმისთვის, რომ ჩვენი საქართველო ყოფილიყო განვითარებული და საკუთარი ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე მიუძღვნეს ჩვენ მომავალს. დელეგატებსა და კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელმა ლევან ქეცბაიამ. მან მეომართა კავშირის როლსა და მის გაძლიერებაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობაზე ისაუბრა. როგორც ლევან ქეცბაიამ სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, კავშირის კარი ღია ნებისმიერი პატრიოტისთვის. გვინდა რომ აქტუალური გავხადოთ ჩვენი თემა ქართველების დაბრუნება აფხაზეთში. რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩამულები ომის მონაწილე მეომრები, ვეტერანები და აფხაზეთის საზოგადოება ამ საკითხში. აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარედ ორგანიზაციის წევრებისა და აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის ვეტერანების გადაწყვეტილებით მეორე ვადით კვლავ გენერალი ანზორ მარგიანი აირჩიეს და ორგანიზაციის ახალი წესდება დაამტკიცეს. მეორე ვადით აირჩიეს აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარედ. მე ვეცდები და ვცდილობდა ყოველთვის ჩვენს მეომრებს გვერდში მივდგივარ, რაც შემეძლება ყოველთვის ეხმარებოდათ აწეს განმარტო იგივე დახმარებას. დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა ენახა კავშირის მიერ მომზადებული დოკუმენტური ვიდეო მასალა, სადაც დეტალურად იყო ნაჩვენები ორგანიზაციის მოღვაწეობა დაფუძნებიდან დღემდე და ასახული იყო ყველა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც კავშირის მიერ იყო ინიცირებული, ასევე ყველა ის აქტივობა და ღონისძიება, რომელსაც საფუძველი ორგანიზაციამ ჩაუყარა. იყო ძალიან კარგად ორგანიზებული, ძალიან დავრჩი კმაყოფილი, ყველაფერი იყო ძალიან კარგი, პირველი წუთიდან დაწყებული ბოლო წუთამდე ისეთი ყურადღები და იმით უსმენდი არა მარტო მე, არამედ მთლიანად მთელი დარბაზი. კონფერენციის ყველაზე ემოციური ნაწილი კავშირის მხარდამჭერებისა და თანამოაზრეების დაჯილდოების ცერემონიალი გახლდათ. სპეციალური მედლების, სიგელები და სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ კავშირის ყველაზე ხანდაზმულ წევრებს, აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე ექიმებს, მეომრების შესახებ შექმნილი წიგნის ავტორებსა და რედაქტორებს. მებრძოლების ერთგულებისთვის სპეციალური მედალი გადაეცა აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის გადაცემა „ერთი გმირის ისტორიის“ წამყვანს იზა აფშილავას. ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის. ეს ჯილდო არ მეკუთვნის მხოლოდ მე, ეს ეკუთვნის აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს გადაცემას „ერთი გმირის ისტორია“. ჩვენი მიზანია გმირების სახელების უკუდავყოფა, ცოცხალი გმირების წარმოჩენა და ძალიან დიდი მადლობა აფხაზეთის მეომართა კავშირს დაფასებისთვის და მხარდაჭერისთვის. ღონისძიებას ცენტრალური მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები, ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი და შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე პირები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, აფხაზეთის მეომართა კავშირი 1995 წელს დაფუძნდა. კავშირის მიზანია ხელი შეუწყოს აფხაზეთში დაბრუნების მშვიდობიან პროცესს, თავისი წვლილი შეიტანოს აფხაზეთის კონფლიქტში გარდაცვლილი გმირების სახელის უკუდავყოფაში და დაიცვეს ვეტერანების უფლებები და ინტერესები.